მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბროთ დედაქალაქში არსებულ მდგომარეობაზე, საჯარო სკოლებთან დაკავშირებით, როდესაც მიმდინარეობს სკოლების დემონტაჟი, რამდენიმე სკოლის დემონტაჟი არის დაწყებული დედაქალაქში. კერძოდ შევერთებია ამ ეტაპზე 71 სკოლასთან დაკავშირებულ საკითხს, როდესაც სკოლა 71 სკოლა განათლების სამინისტროს ჰქონდა აღდგენილი სკოლების სიაში შეყვანილი და სასწრაფო წესით იქნა გადაყვანილი სადემონტაჟო სკოლების სიაში. ამან ჩვენში გამოიწვია პროტესტიც და ბევრი შეკითხვებიც დასვა. შესაბამისად მიმართეთ სკოლის დირექციას, მიმართეთ სამეურნეო საბჭოს, აგრეთვე მიმართეთ ამ სკოლაში განთავსებულ მეშვიდე მუსიკალური სკოლის დირექციას. საკითხი ცოტა გაურკვეველი აღმოჩნდა, სიტუაცია საკმაოდ საერთოდ მოგვეჩვენა, რის შემდეგაც მიმართეთ განათლების სამინისტროს, მიმართეთ მერიას და ასე შემდეგ. ყველაფერმა ამას სერიოზული ეჭვები გააჩინა მას შემდეგ, რაც უბრალოდ შეკითხვა დავსვით სადემონტაჟო ბრიგადასთან თუ რატომ ხდებოდა ამ სკოლის დანგრევა და რა აშენდებოდა. ამის შემდეგ მოხდა ჩემს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რამაც უფრო მეტად გავხადა დაინტერესებულები ამ საკითხში და უფრო მეტად ჩავიხედეთ თვითონ ამ ვითარებაში. განათლების სამინისტროს და სკოლის დირექტორიც იშველიებდა სკოლის დემონტაჟის მიზეზად ექსპერტიზის დასკვნას და აცხადებდა, რომ ეს სასწრაფო წესით უნდა დანგრეულიყო, იმიტომ რომ საფრთხე ექნებოდათ თავად მოსწავლეებს. ეროვნული აკადემიის მეშვეობით ჩვენს მიერ იქნა მოთხოვნილი განათლების მინისტრს და მოთხოვეთ წარმოედგინა თუ რის გამო მოხდა თავად დემონტაჟის საკითხი, რატომ დადგა, რამ განაპირობა ის, რომ ასეთი სასწრაფო წესით მოხდა მოსწავლეების გადაყვანა ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პასუხი მივიღეთ ცოტა გასაოცარი. ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ბატონი ლაშაი ისაუბრებს, რომ უბრალოდ ზოგადად გაგაცნობთ განათლების სამინისტროდან მოსულ წერილს ჩვენს მიერ დასმული შეკითხვა იყო ასეთი, რომ რამ განაპირობა 20 სართულიანი სკოლის შენობის გაყიდვა აუქციონზე 9000 ლარად. ანუ 9000 ლარად იქნა 71 სკოლა გატანილი აუქციონზე. აუქციონის მეშვეობით აქ პასუხი არის, რომ დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით განისაზღვრა 9590 ლარით და აუქციონზე იქნა ამ თანხად 71 სკოლა გატანილი, ხოლო აუქციონზე საპრივატიზაციო თანხა 122190 ლარად იქნა გაყიდული. ჩვენ დავინტერესდით ამ თანხასთან დაკავშირებით და სამეურნეო საბჭოს დაუკავშირდით. სადაც განგვიცხადეს, რომ ეს თანხა მიუხედავად იმისა, რომ დემონტაჟი ფაქტურად მიმდინარეობდა, სკოლა დანგრეული არის, ერთი თეთრიც არ აჯერებს სკოლის ანგარიშზე ჩარიცხული და ვარაუდობენ, რომ გაკიდიან სკოლის შენობას და სახელმწიფო ქონებას, იმის შემდეგ გამომუშავებული თანხით გადაიხდიან ამ თანხას. რაც უკვე საკმაოდ საეჭვო გახდა ჩვენთვის, კორუფციული გარიგების თემაც წამოიწია და ნიშნებიც გაჩნდა. ამის შემდგომ განათლების სამინისტრო წერს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზღვრეს ეს და გამოგვიგზავნეს სურათები თუ რა მდგომარეობაში ყოფებოდა სკოლა ექსპერტიზის დასკვნის პროცესში. ამ სურათებს, როდესაც ავეცანით, ალბათ მაყურებელი დაინახავს, რომ აქ არის საძირკველი გამაგრებული ხის ბოძებით და მე საზოგადოებას ვამბობ იმ ფაქტსაც, რომ ბოლო 2 წელიწადის განმავლობაში ასახალ ხელისუფლება მოვიდა 500,000 ლარი იქნა დახარჯული ამ სკოლის გასამაგრებლად. ცოტა არის
სასაცილოც კი არის, როდესაც საუბრობთ სკოლის გამაგრებაზე, ხის ბოძებით, მით უმეტეს ცნობილი იყო, რომ მიწისქვეშა წყლები იყო და წყლები აზიანებდა საძირკველს. ყველაფერი მამა სკოლა გაიყიდა 152,000 ლარად იყიდა კომპანია. ახლა რატომ იდის ისი გამაგრება? არა, გამაგრება არ მიდის. გამაგრება მიმდინარეობდა აქამდე. სანამ დემონტაჟის საკითხი დაგიერთდა, მანამდე გადაირიცხა სკოლის ანგარიში 500,000 ლარამდე. ბოლო წელიწადზე არის საუბარი. მე ეს სკოლა ვიტყვი იმას, რომ იყო შეტანილი დასამაგრებელ და სარეაბილიტაციო სკოლების სიაში და მხოლოდ ბოლო დროს, ანუ სასწავლო პროცესი ამ წელიწადში 71 სკოლის შენობაში დაიწყო. უცბად მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მოსწავლეების ერთიანად გადაყვანა ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში. თქვენ კარგად ხედავთ, თავად ეს კორპუსიც დაზიანებული არის, საძირკველი ამ კორპუსად დაზიანებული აქვს, ძველი შენობა არის და რემონტი მიმდინარეობს. სავალი გზაც ჩაკეტილი არის, ანუ ფეხით მოსიარულეები, აქ იძულებულები არიან, რომ გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, იმიტომ რომ გადაადგილება შეუძლებელია. შესაბამისად, მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში მიდიან, ასეთ ინტენსიურ მოძრაობაში მოუწევთ გზაზე გადმოსვლა, სამანქანო გზაზე გადმოსვლა, რაც მათ საფრთხეს შეუქმნის. ასევე თავად სკოლის შენობაში, აქ მუსიკალური სკოლა არის იყო განთავსებული, როდესაც ეს განგაში ავტეხეთ, მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს მუსიკალური სკოლისათვის შენობის მოძიება. ახლა მიმდინარეობს ამ მუსიკალური სკოლის გადაყვანა პეკინზე ერთ-ერთ შენობაში, 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმებიეს და ესეც იძულებით მოხდა. მინდა აღნიშნო, რომ ეს მუსიკალური სკოლა, რომელიც ამ სკოლის კორპუსშიც იყო განთავსებული, ექსპერტიზის დასკვნით საკმაოდ მყარი შენობა არის და ის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც კი არ საჭიროებს, იმდენად მყარი შენობა არის. ასევე მე მინდა აღნიშნო ის ფაქტი, რომ სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყეს მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლაში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. 200 ბავშვამდე 200 მოსწავლემდე სწავლობს მუსიკალურ სკოლაში პედაგოგები და მათ უწევდათ თხოვლები, აი ესეთ ვითარებაში და ასეთ საფრთხის შემცველ ვითარებაში მისვლა სკოლაში და სწავლა. ეს რაც შეეხება თავად ამ პროცესს, როგორც წარიმატა. როდესაც გავეცანით ექსპერტიზის დასკვნაში წერია ერთი მომენტი, შემდგომ ბატონილაშა უბრალოდ განმარტავს ამ საკითხს, უბრალოდ მე ვიტყვი, რომ აქ იყო საუბარი იმაზე, რომ მითითებული იყო თუ რა დაზიანებები ჰქონდა სკოლას მიყენებული, შემდგომ იყო აგრეთვე მითითებული ის გარემოება, რომ განათლების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით და ასევე რენტაბელობასთან დაკავშირებით თუ უკეთესი იქნებოდა ახალი სკოლა თუ აშენდებოდა. რენტაბელობა განისაზღვრება სარემონტო სამუშაოების შეფასებით და ასევე ახალი სკოლის მშენებლობის შეფასებით. ეს ყველაფერი საჭიროებს შესაბამის პროექტირებას და ხარჯთაღრიცხვას. განათლების სამინისტროს მოითხოვეთ ეს ხარჯთაღრიცხვა, მოითხოვეთ პროექტი, თავიდან განაცხადეს, რომ სკოლის პროექტი არსებობდა, სკოლის დირექტორმაც თავი გამოიდო, რომ აი ეს პროექტი ჰქონდა მას ნანახი. გავესაუბრე მასწავლებლებს, პედაგოგებს, თუ ჰქონდათ მათ გასნობილი ეს პროექტი, მათ მითხრეს, რომ მათ სკოლის პროექტი დაფაზე დაუხატეს, რაც ცოტა სასაცილოც კი იყო და გაოცებული დავჭი დაფაზე როდის იყო პროექტები იხატებოდა და ამის შემდგომ უკვე მოვითხოვეთ ეს პროექტი, რომ ჩვენთვის წარმოედგინა. სამწუხარო ფაქტი ის გახლავთ, რომ მსგავსი პროექტის დამუშავებაც კი არ ჰქონდათ დაწყებული. ანუ მათ დაიწყეს დემონტაჟი და მოტყუებით გაიყვანეს სკოლის პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების დააჯერეს იმაში, რომ ეს სკოლა აშენდებოდა.
რაც სიცურეს წარმოადგენს, იქ კვლავ ვიტყვი რომ არ მუშავდებოდა სკოლის პროექტი არ განიხილებოდა. ჩემთვის ინფორმაცია კულისებიდან შემოვიდა, რომ იქ იგეგმებოდა აშენებული იყო სასტუმრო და კომერციული ფართები და კომერციული თვალსაზრისით იქნებოდა ეს მიწა გასხვისებული. რაზეც კვლავ მოთხოვეთ განათლების სამინისტროს, რომ წარმოედგინა ეს დოკუმენტაცია, ეჩვენებია ჩვენთვის პროექტი, მათ თქვენს რომ მათ ჰქონდათ პროექტი და ამ პროექტის სურათს დაგვიხატავდნენ და მოგვაწვდიდნენ, რაც სკოლის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, იყო ფოტოშოპში შესრულებული ნახატი, რომელიც ფაქტურად ამ უბანში ტერიტორიაზე ვერ ჩაჯდებოდა, მით უმეტეს ზომებიც არ იყო მითითებული, რაც პროექტისთვის მნიშვნელოვანია. ამ მნიშვნელოვან დეტალებზე ბატონი მამუკა ისაუბრებს სამშენებლო დარგში ექსპერტი და უფრო დეტალურად აგიხსნით მდგომარეობას, თუ რას წარმოადგენს ეს დოკუმენტაცია, რაც განათლების სამინისტრომ წარმოგვიდგინა. თუ ამ მოკვლევის საფუძველზე მივედით იმ დასკვნამდე, რომ განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორთან ერთად ცდილობდა დაემალა ის კვალი, რომელიც აი ახალი ხელისუფლების პერიოდში შემოსულ თანხებს ეხებოდა. ამ დაჩქარებული წესით მოხდა ჯერ კიდევ დღევანდელი პრეზიდენტის მინისტრობის პერიოდში გაფლანული თანხების დამალვა და მიჩქმალვა. ანუ აქ დანაშაულის კვალის დამალვას და დაფარვის მცდელობასთან გვაქვს საქმე და ამას შეეწირა 71 სკოლა, ამას ეწირება დოლიძის მოსახლეობის ახალგაზრდობა, რომელთაც არ გააჩნიათ უკვე უსაფრთხო სკოლა, შესაბამისად მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში ჩავარდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამავე დროს ჩვენ მიმართეთ ქალაქის მერიას, ზედამხედველობის სამსახურს იმის გამო, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა და უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული და შეეჩერებიათ დემონტაჟის სამუშაოები და სანამ არ იქნებოდა ამოყვრილი და სერიოზული დარღვევები, მანამდე არ განიახლებიათ ამ კომპანიისათვის დემონტაჟის არ მიეცათ დემონტაჟის საშუალება და შესაბამისად დაეჯარიმებიათ ის კომპანია სათანადოდ. თუმცა ცოტა გაუგებარი პასუხი მოვიდა ქალაქის მერმა არქიტექტურის სამსახურს დაავალა ვითარებაში გარკვევა და არქიტექტურის სამსახურმა საქართველოს ეროვნულ აკადემიას გამოუგზავნა წერილი, რომ კანონმდებლობით ეს მუხლები უნდა იყოს დაცული, თუ არა დაცული აღექით და შემდგომ მიმართეთ ზედამხედველობის სამსახურს. მე ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ზედამხედველობის სამსახური, როდესაც ჩემზე ფიზიკური ანგარიშის სწორება მოხდა, ზუსტად იმ დღეს პატრულის მეშვეობით მივიყვანეთ და ფაქტი დავაფიქსირებიეთ. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოკამერით და საზოგადოებას შეუძლია ეს დეტალები თავად იხილოს ინტერნეტში გავრცელებული ამ ვიდეო მასალით. თუ რა ხდებოდა, ვინ იყვნენ მოსულები და რა მონიზებები უნდა გატარებულიყო. ამან ჩვენ გვაფიქრებინა იმაზე და სხვათა შორის დედაქალაქში ქალაქის მერი და განათლების მინისტრი ერთად დადიან და ერთად აანონსებდნენ ამათი სკოლის დემონტაჟს და შემდგომ თითქოს და ახალი სკოლა აშენდება, თუმცა მე ხაზი მინდა გავუსვა და საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში. დღემდე არც წინა ხელისუფლების პერიოდში და არც ახალი ხელისუფლების პერიოდში განრეული საჯარო სკოლების ადგილზე დედაქალაქში არ აშენებულა არაფრ საჯარო სკოლა, არამედ კომერციული სკოლებიც კი არ აშენებულა იმ ადგილზე. და სწორედ აი ეს დეტალები ჩვენ გვაფიქრებინებს ერთობლივად სახელმწიფო ქონების მიტაცების მცდელობაზე და კორუფციულ გარიგებებზე. დამატებით დეტალებზე ბატონი ლაშა ისაუბრებს და ბატონი მამუკა აი სამშენებლო საკითხზე ბატონი მამუკა და ბატონი ლაშა აი ამ ექსპერტიზასთან დაკავშირებით. უჯერთან წარმოდგენაში.
მოგესალმებით ლაშა შუქაძე მოძრაობის სამთავრობო ხელმძღვანელი. კიდევ ერთხელ მინდა გავხსნათ, რომ იმ მეზარმართულ პოლიტიკას, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში განათლების კუთხით, რომ სამწუხაროა დღეს ხელისუფლება, რომ თავის მოსახლეობას, თავის სამშობლოში ემწვის ასევე როგორც სხვა უწყებებთან ერთად განათლებასაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინდა გამოვხმაო, რომ დოლიძის სამნავაში მდებარე 71 სკოლის გრევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება მერიამ და განათლების სამინისტრომ რეალ სამხარაო სახელობის ეკონომიკურ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზა დაუდო საფუძვლად, რათა აღნიშნული სკოლა უკანონოდ უსაფუძვლოდ დაინგრიათ. აღნიშნული ექსპერტიზის დასმიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ სკოლა საჭიროებდა და კონკრეტულ სარემონტო სამუშაოებს, რაზედაც აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებამდე კიდევ ერთი ექსპერტიზა იყო ჩატარებული და დასმული იყო შემდეგი საკითხები, რომ გარკვეულიყო თუ რა სახის სამშენებლო და დამაგრებითი სამუშაოები ესაჭიროებდა აღნიშნულ სკოლას. ექსპერტიზის დასმის შემდეგ იგივე ექსპერტიზის დასმით ირკვევა, რომ დაახლოებით 500,000 ლარამდე იქნა გამოყოფილი აღნიშნული სარემონტო სამუშაოებისთვის, რაც იმას ითვალისწინებდა, რომ სრულად გამაგრებული იყო აღნიშნული სკოლა და მას დამატებით კონკრეტული სამუშაოები არ უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული ექსპერტიზის დასმიდან ირკვევა, რომ არაჯეროვნად არის აღნიშნული სამშენებლო სარემონტო სამუშაოები შესრულებული 71 სკოლაში, რაც საფუძვლია ეჭვს გვაძლევს იმისა, რომ დავადგინოთ, რომ საქმე გვაქვს კონკრეტულ კორუფციულ გარიგებასთან, ვინაიდან როდესაც 500,000 ლარი იყოფა კონკრეტული სკოლის რეაბილიტაციისთვის და ეს თანხა სრულად საკმარისი არის ექსპერტიზის დასკვნით, რომ სრულად იქნეს გარემონტებული აღნიშნული სკოლა, მეორედ დასკვნა არის, რომ არაჯეროვნად არის აღნიშნული სამუშაოები შესრულებული და საჭიროებს კვლავ რემონტს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ, რომ შეწყვიტა აღნიშნული სკოლის მკვლევა, ვინაიდან აღნიშნული სკოლის ადგილზე არანაირი პროექტი, არანაირი იმის მცდელობა, რომ იქ კიდევ აღნიშნულ ადგილზე გაკეთება სკოლა არ არის. მოგახსენებთ, რომ ელემენტარული მოქალაქემ რომ თავისი ფანჯარა შეცვალოს 10 სანტიმეტრიანი ცვლილება გააკეთოს, მერიიდან დაახლოებით 3 წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს იმაზე, რომ მერიდან მიიღოს თანხმობა. მე მაინტერესებს რამდენიმე თვე არც იმუშავია აღნიშნულ სკოლის დირექტორს იმისათვის, რომ მიიღო სრულად რამდენიმე ასეულობით ტონის მქონე შენობის დემონტაჟი, რამდენი ერთ თვეში თითქმის ამ მიმართულებით ერთ თვეში მერიამ დაამტკიცა აღნიშნული სკოლის დემონტაჟი და გადაეცა აუქციონს, რათა ტენდერის სახით ჩატარებული იყო მისი დემონტაჟის ფაქტი. მოვუწოდეთ როგორც განათლების სამინისტროს, ასევე მერიას, რომ შეწყვიტოს დაუყოვნებლივ აღნიშნული სკოლის დემონტაჟი და დაუბრუნოს დოლიძის მოსახლეობას თავიანთ საკუთრებაში. აღადგინოს ეს სკოლა ექვემდებარება აღდგენას. დღესაც ექვემდებარება და ვერ ხორციელდება დემონტაჟი კონკრეტული ფაქტების გამო, კონკრეტული ფაქტია, რომ გვერდით მდებარე შენობას, როდესაც მისი დემონტაჟი დაიწყო, ანუ მოგახსენებთ, რომ კედლები არის დაახლოებით 50 სანტიმეტრიანი დაშორება სხვა მომიჯნავე შენობასთან და გვერდით სახლსაც შეიქმნა საფრთხე და ფაქტობრივად ისტორიული შენობა არის გვერდით აკადემიკოსების სახლი. 71 სკოლის დანგრევის შემთხვევაში ამ შენობას შეეხება საფრთხე და შესაძლოა არის მსხვერპლის მოყვეს, იქ გამაგრებული სამუშაოები არ ჩატარებულა, მოსახლეობა ცხოვრობს შენობაში და შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნა უნდა ყოფილიყო თუ რა საფრთხე შეექმნებოდა. აგრეთვე ნებართვა უნდა ყოფილიყო ძეგლთა დაცვის სამინისტროდან, რომ 71 სკოლა ის დემონტაჟი განხორციელებული იყო და ამით არ შეექმნებოდა საფრთხე ისტორიული სტატუსის მქონე შენობას. აგრეთვე 71 სკოლა არც ისეთი მარტივის ნაგებობა არის, მის სარდაფში იმყოფება სამოქალაქო თავდაცვის ობიექტი, თავშესაფარი იყო წლების განმავლობაში, შესაბამისად ის გამაგრებულიც იყო და დაბომბვისთვის უნდა გაეძლო. გვირაბებით უკავშირდება დედაქალაქის ერთიან სამოქალაქო თავდაცვის სისტემას და შესაბამისად თავდაცვის სამინისტროდანაც უნდა ყოფილიყო ნებართვა ამაზე გაცემული, შეიძლებოდა თუ არა ამ ობიექტის განადგურება, ასე რომ ვთქვა და უამრავი საკითხები არის. ახლა ბატონო მამუკა სამშენებლო ხარშტატის ფასთან დაკავშირებით იმ ნახაზებთან თუ რაც წარმოადგენდა განათლების სამინისტრო ეროვნულ აკადემიაში მას
პატარა კომენტარს გააკეთებს და სიმართლე გითხრათ. გამარჯობა პირველ რიგში. მელიქიშვილი. აქ მე რაც მასალები რაც მოგოწოდეს ყველაფერი ეს არის მხოლოდ ერთი. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხალხს სარგებლობს. რომელზეც გამოყენილი აქვს რომ მხოლოდ გამაგრება, დემონტაჟი არა, გამაგრება დაждდება 3.815.000. დემონტაჟზე გამოცხადებული ტენდერის მაგივრად შეეტანებინათ აქ აი ამათ თვითონ ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რომ ვინ უფრო ნაკლებად შეარემონტებდა ამ სკოლას, ამ 71 სკოლას. ეს რიცხვი შეიძლება ჩამოსულიყო მილიონზე, შეიძლება ჩამოსულიყო 800.000-ზე. მაგრამ ეს ვიღაცა დაითვალა და გამოიტანეს ყველაფერი იმ ფასებში აქვს, რა ფასებში ფაქტურად ეხლა არც კინაბეტონი, არც არმატურა, არაფერი არ არის მაგ ფასებში. რასაც შევხედეთ და ყველაფერი არის მაქსიმალურში. შემდეგ აქ არის მხოლოდ ერთი მომენტი. ერთი პლანი არის დაწეული, მხოლოდ ფუნდამენტი, იქ დასკვნაში წერილი. მხოლოდ ერთი ნაწილი არის დაწეული. იმ ერთი ნაწილის გამაგრება ბევრად უფრო ადვილი იყო, ვიდრე ამ სკოლის დემონტაჟი და შემდეგ ამ სკოლის ხელახალი აშენება. და აშენება კიდე ეს პროექტი, რაც მე მგონი 21 საუკუნეში ცხოვრობდა, პროექტს უნდა ჰქონდეს ყოველთვის თავის ფორმა, ხო? ეს არის პროექტი, შეგახედებთ, რომელიც პროექტიც არის გამოგზავნილი. ესკიზური პროექტი. ეს ესკიზური პროექტიც არ არის, იმიტომ რომ ელემენტარული ეს არის განათლების სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია, ხო და ვიღაცა რო აკეთებს სიტყვაზე შეპესე იქნება, ინგლისამდე იქნება, კერძო პირი იქ მომუშავე, ელემენტარული უნდა ჰქონდეს ჩარჩოები, უნდა ჰქონდეს შტამპი, ვინ ასრულებს, ვინ შეასრულა, იძახიან პროექტი გვაქვს, პროექტი საიდან ექნება, თუმცა შემსრულებელს ადგილობებია, ვინ ასრულებს. ტენდერი ხომ უნდა გამოაცხადოს, ვიღაცა ხომ უნდა გაიმარჯვოს ამ ტენდერში ეს არქიტექტურული ფირმა, რომელიღაც თქვა წარმოსახდა X-ი. ეგეთი არ არსებობს. დაწყებული აქვს ფოტომასალის გამოქვეყნება, რომელიც ეს ფოტომასალაც არ არის, არც რენდერია. შიდა ინფორმაციით გახდა ცნობილი, რომ ვინმე არქიტექტორი გარებჯან იგაურის ნახატი არის. იმან დახატა ეს. პროექტზე არც საუბარი. გაშიფრებდა და დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს. შეჭერდეს დემონტაჟი აუცილებლად. 70 ეს არის შენობა, ხო ვთქვათ? 71 სკოლა. 71 სკოლა უნდა დაინგრეს. სანამ ეს დაინგრევა და ამის დემონტაჟის ნებართვას მისცემენ, მანამდე უნდა გქონდეს ან აზომვითი ნახაზი. იქ არის ძირითადად მიწაზე ლაპარაკი აბა. 3520 კვადრატული მეტრა არის მიწის ფართობი, რომელზეც ეს შენობა დგას. აქ მე არცად არ მაქვს მინიშნებული რა ფართობზე აშენდება ახალი სკოლა. ახალი სკოლა შეიძლება აშენდეს თქვა 1700 კვადრატზე, 1800 კვადრატზე. დანარჩენი კვადრატულობა ხოლმე აჩვენება თქვა საწავა. შემდეგ არის ეტაპი ნომერი 2. როდესაც რაღაცას იწყება, ეს არქიტექტორმა დაიწყო ამ რაღაცა ესკიზების გაკეთება. ელემენტარული ტოპო გადაღება არ არის. იძახიან რომ ამის არგენტის სამუშაოები არ შეიძლება, როგორც ფოტოზე განახებენ და მხოლოდ ერთი ეპიზოდი არის გადაღებული აქ. ამის აღდგენა თუ შეიძლება, აქ უნდა ქონდეს გეოლოგიური დასკვნა, ელემენტარული გეოლოგიური დასკვნა ხომ უნდა გამოგზავნოს, ხო, განახილო. გეოლოგია გაკეთებულია, იმის აღდგენა არ შეიძლება, არაფერი არ არის გაკეთებული და საიდან გამომდინარე იძახიან, ამის აღდგენა არ შეიძლება, ჩემთვის ეს გაუპირველია. შემდეგ არის უკვე მესამე ეტაპი, როდესაც თქვა, გააკეთეს, თქვა ერთიც და მეორეც. როცა ხარ განათლების სამინისტრო, ხო? შეხარ ოფიციალური სტრუქტურა, რომელზეც დამყარებულია ყველაფერი, სწავლა, განათლება, მის მფლობელობაში არსებული ყველა ობიექტის დაცვა და არაგანადგურება. მე მგონი ოფიციალურად უნდა გქონდეს ყველასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომ ვინ აწარმოებს ამ სამუშაოს, ხო? არც ერთი ხელმოწერა, არც ერთი შტამპი, არც ერთი არქიტექტორის სახელი და გვარი. თვითონ განათლების მინისტრი ხო არ აკეთებს ამ სკოლას, ხო? სკოლის დირექტორს რო ესაუბრებენ, განათლების სახელი არ მახსოვს. Dabatosu ვესაუბრე, კიო, მეო პროექტია, ნანახიმა ხო? მან პროექტი არ არსებულია. არა, პროექტი და პროექტი არ არსებული, იმიტომ რომ პროექტი რო არსებობდეს, თავისუფლად დაგვიდებდნენ ამ პროექტს და განახებდნენ. მე პროექტი არ მეინტერესებს. მე ძირითადად მაინტერესებს, რომ ეს 71 სკოლა რატომ ინგრევა? ამ თუ ინგრევა,
საქართველოში მითუმეტეს ძველ თბილისში არის კანონით გათვალისწინებული ეგეთი ნორმები, რომ ახალს აშენებ, წინა ძველი ფასადი დაუტოვე და უკრიდან ააშენე. ძველი ფასადი მხოლოდ და მხოლოდ წინა კედელი. წინა კედელს რატო ანგრევენ? აი გვერდით ეს არის ისტორიული შენობა, ხო? თუ ამათთან მოუხსნი ხარ, როგორ შეიძლება რომ პეკინის ქუჩაზე მოუხო და ის ისტორიული სახლია და ეს ყველა უფრო ადრე აშენდა, ეს ისტორიული არ არის, ეს აბსურდია. ამიტომ დაუტოვე მაშინ 71-ის წინა ფასადი, როგორც ვეცოდინება რომ ისევ სკოლის შენობაა და განახორო ის 4-იანის მაგია 3-იანი რატო შენება. ეხლა თუ არის 1200 ბავშვი და ერთი თვისობა მითხრეს რომ იგი 600 ბავშვი ისწავლესო. ეხლა აქ მოწესრიგია რომ შიგნით ისწავლესო 1200-1400 ბავშვი, რომელიც აბსურდია.